ქრისტიანის მე ესე გავაკეთებ. ავიღებ, არ ჩავიხედები რა არის, ეგრევე წავიკითხავ. როგორი კითხვაც არ უნდა იყოს. ცუდი ჩემთვის, კარგი, სწორი, მკრეხელური, ნებისმიერ კითხვას წავიკითხავ და ჩავთვლი რომ პირდაპირ რადგა ადამიანი და კითხვას მისვავს. ქრისტიანის თავისუფლება მხოლოდ საკუთარ თავთან მიმართებაში მდგომარეობს, ანუ გულისხმობ იმას, რომ ადამიანს თავისუფალი არჩევანი შეუძლია, ან ღმერთამდე ავიდეს, ან ცხოველს გაუტოლდეს. ქრისტიანი თავისუფლების რეალიზებას საკუთარ თავთან მიმართებაში ახორციელებს სწორედ. იმიტომ რომ თუ ქრისტიანი ეცდება, რომ თავისუფლება სხვის მიმართ განახორციელოს, ის გადაიქცევა მოძალადეთ და იმ წამსვე ქრისტეს ღალატობს. ეს რაღაც საიდან მე არ ვიგონებ, მაცხოვარი ამბობს, თავად ქრისტეს სიტყვებია, ყოველი ადამიანის გულთან მდგავარ. ვრეკ, ეგების ვინმე მისმინოს. თვითონ ის ფაქტი, რომ ღმერთმა საკუთარი თავი გვაჩვენა არა ძალმოსილებით, იმიტომ რომ ძალმოსილებით რო ეჩვენებინა საკუთარი თავი, წარმოიდგინეთ, ღმერთის სამყარო შემოქმედით ძალმოსილებით, გვინავს თავის ხო ბატონო, აქ ახარ ვიცი, კი ბატონო. ეხლა ლომის გალიაში რომ შეიყუჟები, რაც არის თავისუფლება, სხვა გზა გააქვს თუ რა? მაგრამ ნახეთ საოცრება, ქრისტიანობა, ნახეთ ღმერთი როგორ აჩვენებს საკუთარ თავს, სრულყოფილი სიყვარულით და სრული სიმდაბლით წარმოაჩინა საკუთარი თავი. მიიღე. რატომ არის, ჩვენ ხო ვიცით, რომ 64-ში პირველი ჯვარცმული ავაზაკი შევიდა. რაში მდგომარეობს ჯვარცმული ავაზაკის იდეა? იმაში, რომ მან სრულყოფილ სიყვარულში და საოცარ სიმდაბლეში, აი ამ სიმდაბლისა და სიყვარულის სრულყოფილებაში ღმერთის ღვთაებრივი სრულყოფილება და ღვთაებრივი ყოვლის შემძლეობა განჭვრიტა. აი ეს არის საოცრება. თუ შეიძლება გვესაუბროთ, რამდენად შესაძლებელია ასკეტური ცხოვრების გადმოტანა ერში და რამდენად სწორია ასკეტი ერისკაცი ერში და ცხონებისათვის აუცილებელი თუ არა ერისკაც ასკეტური აუცილებელია თუ არა ერისკაცის ასკეტური ცხოვრება. არსობრივად მონოზნობა და ერისკაცის ცხოვრება არ განსხვავდება, არსობრივად. მაგრამ რაოდენობრივ მაჩვენებლებშია საქმე. მაგალითად, მონოზონს ეკძალება რომ ყავდეს ცოლი და უნდა იცხოვროს წმინდა ცხოვრები. ქრისტიანს აქვს უფლება, რა თქმა უნდა, ყავდეს მეუღლე და უყვარდეს და შვილები იყოლიოს, მაგრამ მეუღლის გარეთ მას თავისი ხორციელი სიყვარულის გამოყენების უფლება არ აქვს. ეხლა, როცა საუბრობთ უფლებაზე, ის ვთქვი, რაც მე არ მიყვარს, კანონი. სხვათა შორის დღეს ქრისტიანობა ძალიან ხშირად ესეა აღქმული, რომ ადამიანი მიდის თქვა მღვდელთან, მოხვედი ჩემთან და მე შავები მაცვია, ხო თეთრი მაცვია, კარგად გამოვიყურებ, მე შავებსო ჩავიცმევ, ვერ ენახავ. ეს ხუმრობით შავებიც მაცვია, მაგრამ იგავური სახეს ვქნი, მოხვედი ჩემთან და მეუნები. მამაო, რა ვქნა ეხლა მე, რომ ქრისტიანულად ვიცხოვრო? მოდი აქ შვილოში. ეს არ შეიძლება, ეს არ გააკეთო, ეს არ ჩაიდინო, ასე არ გაიხედო, ისე არ გამოიხედო, ასე არ ჩაიცვა. ხო, კაი, რა შემიძლია მითხარი? ამ საძიადექი, ამდენი ლოცე, ეს ჭამე, ამდეხანი იდექი წირვაზე, მოკლედ, ასე ჩაიცვი და ასე შემდეგ. ანუ რა არ გააკეთო, აკრძალვა და მერე დაკრძალვა ადამიანის თავისუფლებისა. მეორე სქემატურის სახე შევქმნა, განწესებები დაგიწერო, გრაფიკები შეგიდგინო, როგორ იცხოვრო. ხო და ეს იგივეა, რომ უცებ წოდი ყელში და გახჩო. ზუსტად იგივეა. ეხლა ქრისტიანობაა ესეთი? თუ მე მოვიტანე შენთან არასწორად, როგორ შეიძლება? ხალხო, სახარება ნახე, როგორ შეიძლება ქრისტიანობა იყოს ესეთი? მე ვერ გავიგე ქრისტიანობა და არასწორად მოგაწოდე. აბა რა უნდა გითხრა მამაო რომ მოხვალ ჩემთან? თქვენთან რომ მოვალ, რა უნდა გითხრათ? მე გეტყვით ესეთ რამეს. კაცო, რისთვის მოხვედი? აი რა ვიცი მამაო, მეტყვი, რა ვიცი, რაღაცა ვერ ვარ ისე კარგად, რაღაცა მინდა და მე ვეცდები დაგანახო ცოცხალი ღმერთი. ცოცხალი გარანტი შენი თავისუფლებისა, შენი სიყვარულისა, შენი ბედნიერებისა და დაგანახო თუ როგორია ის და დაგტოვო აი ამ ცოდნასთან. ეს ცოდნა და შენი არჩევანი.
და რაც გინდა ისქე. აი ესე უნდა მოგაწოდო მე ქრისტიანობა. თუ რა გააკეთა შენთვის ღმერთთან. მე თუ ამის მერე ჩემთან მოხვა და მეტყვი რომ გავიგე, მივიღე, მომეწონა, ეხლა რა ვქნა? ეხლა მე ვეცდები რომ დაგანახო. აი სად არის, ნახე? და ვეცდები რომ გასწავლო იარო. მე ზოგი ფიქრობს რომ ეკლესია შუალედური და შუამავალი რგოლია ადამიანსა და ღმერთს შორის. ჩვენ გვაკრიტიკებენ ხოლმე ამისათვის. ტყუილია, თუ ვინმე გეტყვით რომ ეკლესია რაღაც შუალედური რგოლია ადამიანსა და ღმერთს შორის ტყუის, ან შეგნებულად ან შეუგნებლად. ანუ არ იცის. მართლმადიდებლობა თელი ხმით უყვირი ხოლმე მე ამას. ამბობს რომ ღმერთსა და ადამიანს შუა თუ ვინმე დგება, ის მხოლოდ ეშმაკი შეიძლება იყოს. ან ადამიანი რომელიც შემწყარია. ღმერთსა და ადამიანს შორის არავინ არ დგება. ეკლესია არის არა შუალედური რგოლი და მავალი. არამედ ეკლესია არის შენი შესაძლებლობა შეხვდე ცოცხალ არსებას, რომელსაც იესო ქრისტე ქვია. მაინტერესებს შეიცვალეთ თუ არა აზრი კონსტანტინე გამსახურდიასა და მის მკვდავ რომანზე დიდოსტატის მარჯვენაზე. მე დაგპირდით რომ რასაც ავიღებ წავიკითხავ მეთქი თორე ისი ამას არ წავიკითხავ. კვლავ თვლით რომ გამსახურდია მართლმადიდებლობის მტერია. წერაზე რომელმაც ძეგლი აუგოს სვეტიცხოველეს ხუროთ წმინდა მეფეს დავით აღმაშენებელს გიორგი ჭყონდიდეს და არსენ იყალთოეს. ეხლა ეს რო პროვოკაციული შეკითხვა გზნობთ? ეს ტყუილია მოძღვარო. ეს ჩემი შეკითხვაა, მე თავს რაც მართლმადიდებელი ეკლესიის შვილად, გახლავართ წმინდა ოლოფრენმა ჭუტადეს პირდაპირ შტომავალი, ასე რომ მთელი პასუხისმგებლობით ვაცნობიერებ თუ რა შინაარსის კითხვა იყო ჩემი კითხვა, ეს პროვოკაცია ნამდვილად არ არის. მაშინ ძალიან კარგი თუ არ არის? კარგი. ფოტოშოპის საჩუქარიც მაქვს მოძღვარო. მადლობა. სულა გამსახურდიას წერილები და ესეები, სადაც შესულია მისი ნაშრომი კონსტანტინე გამსახურდია და ქრისტიანობა. მადლობა. დიდი მადლობა. მორჩილებითა და მოგზაურებით. არა, ძალიან კარგი. მადლობელი ვარ ამ წიგნისათვის. მაშინ მოდი ესე გავაკეთოთ. ჩვენ გქონდეს მეგობრული ურთიერთობა ერთმანეთთან. ამინ. აი ხალხის წინაშე ვამბობ. ეხლა მე იქაც და მერეც რამდენჯერმე ვთქვი რომ ერთი მე მაქვს უფლება ჩემი სუბიექტური აზრი მქონდეს. მე ესეც დამიწერეს ერთხელ რომ რადგან კონსტანტინე გამსახურდიაზე ამგვარი რამ თქვაო, ის ქართველების მტერიაო და არ შეიძლება გაიგივება მწერლისა მთელ საქართველოსთან. მე წინასწარ ვიტყვი, აი ყველას წინაშე ვამბობ. მე ვთხოვ ყველას ჩვენ ერთმანეთთან მერე გვექნება ურთიერთობა, ჩემი ტაძარიც სადაც არის, სადაც მოსახურობ. ის ამონარიდები, ეხლა ზეპირად რო არ მინდა ველაპარაკო, ის ამონარიდები, რომელიც მე არ მომწონს ამ რომანში, ამ ამონარიდებს ამოვიღებ. ერთხელ დავждეთ, თუ გინდა ჩავწეროთ და ვისაუბროთ. თუ მეტყვით რომ ეს ამონარიდები არის ქრისტიანული და არ არის შეურაცხყოფილი ქრისტიანობისათვის, მე საქვეყნოდ მოვიხდი ბოდიშს. რაც შეეხება მის მწერლობას, კიდევ ვიმეორებ, ჩემთვის უაღრესად თბილი იყო განსაკუთრებულად ეს ნაწარმოები, იმიტომ რომ დიდოსტატის მარჯვენის ენა არის განსაკუთრებული ვიდრე მისი სხვა ნაწარმოებებისა და თუნდაც დავით აღმაშენებლის და ასე შემდეგ, საოცარი ენა აქვს. თავისი არქაულობით სულთქავს და აი ეს თითქოს მონაბერია იმ ძველი ისტორიისა და დიდებული არის გენიალური აზრები და ფრაზები ამაში. მე მას მაშინ არ შევხები ვარ ამას, უბრალოდ მე არ მომწონს მისი დამოკიდებულება მონასტრისადმი, ზოგადად ბერმონოზნობისადმი და ქრისტიანობისადმი და ეს ამონარიდები გავარჩიო და მე თუ შენ დამარწმუნებ იმაში, რომ ეს ქრისტიანობის შემლახველი და ღირსების შემლახველი არ არის, მე საქვეყნოდ ბოდიშს მოვიხდი. მოძღვარო, მორჩილებით შეგახსენებ, ვაცრავ პატრიციანულ საზოგადოებამ, ძალიან დიდი ბოდიში, შეწუხებისათვის გადაგხვდებით მოგიეთ წამს. კი, როგორ არის? კონტექსტიდან ამოგლეჯილობა საერთოდ მე აბსოლუტურად სწორი ხარ, აი მე სწორედ ამას დავამატებ, თითოეული ამონარიდი განვიხილოთ კონტექსტი. კაცო, მე ხო ლიტერატორი არა ვარ. მე კონსტანტინე გამსახურდია, რომელმაც გიორგი ჭყონდიდელი აქვე დაადიდა დავით აღმაშენებელში. ბერ მონაზონი და საქართველოს წინობარ თუხუცესი. მეფის ამბრძელი. კონსტანტინე გამსახურდია ხალხო, რომელმაც არსენ იყალთოეს დავით აღმაშენებელში გელათის აკადემიის სულიერი იდეალებისათვის. იყალთოს აკადემიის სულიერი იდეალებისათვის უმღერა და ოდები უძღვნა. როგორ შეიძლება რომ ამბობდეს, არსად არ წერს კონსტანტინე გამსახურდია მონასტრულ ცხოვრებაზე ცუდს.
კონტექსტთან ამოგლეჯილობა ამას არა ჩვენ მე მოძმას ვესაუბრები ძალიან ხო მაგრამ ჩვენ შევხვდეთ რა შევხვდეთ და ოღონ მე ერთი რამე მინდა ვთქვა კონსტანტინე გამსახურდია კი არ იწყება ქართული წერლობა და არ შეთავდება მეგობრებო რა თქმა უნდა მაგრამ ეს კაცი იმდენად უბედური პიროვნული ბედის მქონე იყო კომუნისტების დროს ქრისტიანობას ანდარებდნენ კომუნისტების მერე ათეისტობას ანდარებდნენ არასოდეს სტალინის იმის ლაურეატი აკაფილა არავითარი სტალინის ისა პრემია მას არ მიუღია მან მიიღო გუსტავერის პრემია ხალხო იცოდეთ არ აღიქცეს კონსტანტინე გამსახურდია სტალინის პრემია არც უნდა დაიგო არასოდეს სტალინის პრემია არ მიუღია წაიკითხეთ სოსო სიგუას შრომა მარტვილი და ლამდარი ისა ძალიან გთხოვთ რა სიმშვიდე იყოს როცა ადამიანს აქვს რაღაცა თქვა აზრი მას შეუძლია გამოთქვას და აბსოლუტურად მე ვიზიარებ მის სულისკვეთებას რომ მას თუნდაც საკუთარი აზრი გამოთქვას მე კიდევ ვიმეორებ ეხლა ამაზე მეტი რა ვთქვა თუმე დამარწმუნებენ კიდევ ერთხელ ხასუსო თუმე დამარწმუნებენ იმაში რომ კონსტანტინე გამსახურდიას შეხედულებები მართლმადიდებლობაზე არ არის გამოწვეული მისი მასწავლებლის პროტესტანტი ჰარნაკის იდეებით ჰარნაკის გარდა კაცო რამდენი მასწავლებელი ყოლია კი რა თქმა უნდა მაგრამ არ შორის ეფრემ მეორე საქართველოს იცი რა არის 10 საათი ხო და მაყარებია მოძღვარი შეიძლება მოუწოდოთ ნუყვირიან ადამიანები არ შეიძლება მე საყვილად არ მithქვავს არაფერი მეგობრებო ვებსაც უნდა გაცეს პასუხი თავის შეკითხვებზე და ცალკე შეხვდება მოძღვარი ესა კარგი სიმშვიდე იყოს უბრალოდ თქვენ რა ქვიათ მე გახლავთ ნიკა მაჯუტაძე ნიკა რო ემოციებს ვერ მალავს ეხლა რა მოხდა ახალგაზრდა კაცია და თავის სიყვარულს გამოხატავს კიდე ვიმეორებ თუმე დამარწმუნებენ საწი ჰარნაკი რო ვახსენე არ მიგულისხმია რომ კონსტანტინე გამსახურდია სხვა პედაგოგები არ ყავდა დიდი მეცნიერი იყო ძალიან დიდი მეცნიერი იყო მაგრამ აქ ჰარნაკის მეცნიერებას არ შევხებივა ჰარნაკის სოფხედელობას პროტესტანტულს რომელსაც ჰქონდა ძალიან ესე რბილად რო თქვა არა ჯანსაღი დამოკიდებულება მართლმადიდებლობისადმი შეიძლება ეს გავლენა იყო კიდევ ვიმეორებ შევხვდებით ამაზე გარკვეული პერიოდის მერე და დავждები და როგორც კი მე დავწუნდები საწინააღმდეგოში საქვეყნოდ ბოდიშს მოვიხდი რომელიც დაიდება ინტერნეტში მეტი რა ვქნა რა მეც მინდა რომ აი რასაც ნიკა ამბობს ეგრე იყოს და ჯობია მე ვიყო შემცდარი ვიდრე იქ იყოს ანტიქრისტიანული სული მე მინდა ვიყო ღვთის წინაშე ვამბობ მე მინდა იყოს ესე და იცით რაც შეეხება იმ როცა ეს კითხვა მე თავის დროზე დამისვეს მე ალალათ უპასუხე რასაც ვფიქრობდი ჩემი შინაგანი სუბიექტური განცდა იყო რომელიც შეიძლება არ იყოს სწორე თუ დამარწმუნებენ მაგას რა ჯობია რაც მეტი ქრისტიანი მწერალი იქნება ჩვენში არა ეს მართლაც ესე ამას ვამბობ საქართველოს სიყვარულით ვიზრდებოდი და ჩემთვისაც ტკივილია ეს და მადლობელი ვიქნები როცა თუ ამაში დავწუნდები